თეორემა ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ევროკავშირის წევრი რამდენიმე დიდი სახელმწიფო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე უარის თქმისთვის ქართველი კრიმინალების საფრთხეს იშველიებს. ყველა დიდ წინააღმდეგობას ამ ეტაპზე გერმანიის მთავრობას სცემს. ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბუნდესტაგში გამოსვლისას საკუთარი პოზიცია ასე ახსნა. გარდა იმისა, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ქვეყანაში არსებულ მიგრანტთა კრიზისს გაამწვავებდა, ქვეყანაში მომრავლდებოდა ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებებიც. ამ მხრივ კი საყურადღებო ბოლო წლებში გერმანიისთვის პრობლემატური ქართული დაჯგუფებებია. საქართველოს ნამდვილად ხვდება იმ 25 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც გერმანიაში კრიმინალური ცხოვრებით გამორჩევიან, თუმცა საქართველოს აქ წამყვანი პოზიციები არ უკავია ქართულ კრიმინალებს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ასწრებენ ხშირად. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ჩვენი სტუმრებიან ბატონ ივან ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსდან, ბატონ მამუკა კუდავა, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიდან და ქალბატონ საუნი სამადაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ ივან, პირველ რიგში თქვენგან დავიწყოთ ეს პროცესი, რაც ეხლა ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა, ვერ ვთქვით რომ გამწვავდა, მაგრამ გამოჩნდა ქართული საზოგადოების წინაშე. წინააღმდეგობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაფართოების მიმართ შიში თვითონ. ეს არ არის ახალი, ეს ახასიათებდათ ევროპულ სახელმწიფოებს და ამ შემთხვევაში საკითხავი არის არა ის თუ რატომ ხდება ეს, არამედ როგორ უნდა იქცეოდეს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება. აი თქვენ რომ ეს პრობლემა ამ პრობლემაზე რომ ისაუბროთ, თავისთავად რა პრეტენზიები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმომადგენლებს ჩვენ მიმართ და როგორ უნდა პასუხობდეს ამას საქართველოს ხელისუფლება. პირველ რიგში მადლობა მოტივისთვის. რა თქმა უნდა, თუ ვთქვათ ოფიციალურ პრეტენზიებს ნახავთ და გადავხედავთ რაც ითქვა, ყველაზე პირად რასაც ამბობენ, ეს არის ზუსტად ის, ვისაც დაიწყეთ თქვენი გადაცემა, ეს არის ქართველი კრიმინალები, რომლებიც ამბობენ, ყოველ შემთხვევაში გერმანული მხარე ამას ამბობს, ძალიან აქტიურები არიან გერმანიაში. თუმცა ამის გარდა არსებობს კიდევ ჩემი აზრით ის პრობლემები, რაც არ ჩანს ზედაპირზე. პირველ რიგში ეს შეეხება პირველ ყოვლისა ჩემი აზრით ეს შეეხება ეს გამარტივებული მექანიზმის საკითხს ვიზა ლიბერალიზაციის და იმას, რომ აქამდე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს შეეხება ასევე იმას, რომ ზოგადად კრიზისი არის, მიგრანტთა კრიზისი არის ევროკავშირში და განსაკუთრებით ეს ყველაზე მწვავე თქმა უნდა ეხება იმ ქვეყანას, ვიზაც ახლა ჩვენ საუბრობთ, გერმანიას. ამას გარდა პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გარკვეულწილად ერთად მივდიოდით ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდი ვიყავით ერთად, შემდეგ თითქოს ვთქვათ გაყოფა მოხდა, ეს იყო კოსოვო, ეს იყო თურქეთი, განსაკუთრებით უკრაინა და დღეს მათთან ერთად მეტნაკლებად გააჩნია განგვიხილონ მათთან ერთად. რაც შეეხება მუშაობას, მე ვფიქრობ ალბათ უფრო აქტიური მუშაობა იყო და არის საჭირო პირველ რიგში იმ ქვეყანასთან, ვინც არის სკეპტიკოსი ქვეყანა, ამ შემთხვევაში გერმანია, მე იმ ქვეყნებთან, ვინც ცდილობს რომ ასხარი დაუჭიროს, ეს არის როგორც ითქვა ღიად იტალია და საფრანგეთი და პლუს ამას ძალიან აქტიური მუშაობა არის საჭირო ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. მე ვფიქრობ ის რაც დღეს მოხდა და გავიგეთ, რომ რამოდენიმე ბალტიისპირეთის ქვეყანამ ასევე რუმინეთმა და ბულგარეთმა დაიწყეს აქტიური მხარდაჭერა ჩვენი და იყო განცხადება. უბრალოდ გარკვეულწილად მიკვირს თუ რატო არ არის მათ შორის ორი ისეთი ქვეყანა, ვინც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთოდ შემქმნელი, ეს არის პოლონეთი და ეს არის შვედეთი. სამწუხაროდ როგორც ჩანს არ არიან და ამ მიმართულებით უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო. ასევე ძალიან აქტიური მუშაობა არის საჭირო, მე ვფიქრობ ვიშეგრადის ქვეყნებთან, დარჩენილთან, გარდა პოლონეთისა, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, ხო? აი ამ ქვეყნებმა რაღაცნაირად ჩვენ არ ვიქნებით გადაწყვეტილების მიღების დროს, რა თქმა უნდა, საქართველოს არავინ არ დაპატიჟებს, ცხადია, იქ გურია, მაგრამ აი ეს ქვეყნები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ჩვენს ინტერესებს დაიცავენ და დრო ძალიან ცოტა რჩება, რა ვიცი, თითოეულ წამს, თითოეულ საათს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გასაგებია, დაგიბრუნდებით, ქალბატონ სალომე, კრიმინალი, ქართული კრიმინალები, ეს თქვენი აზრით ეს მიზეზია რეალური თუ ეს უბრალოდ საბაბია უარის სათქმელად? მადლობთ შეკითხვისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მესმის, რომ ძალიან მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობთ დღეს, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები მართლაც მოუთმელეთელიან უვიზო მიმოსვლას და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საკითხი როგორც ჩანს, უფრო გვიან გადაწყდება, ვიდრე იმედი გვქონდა.
აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეს არის არა მხოლოდ ის თუ რა დონე არის კრიმინალის ქართული წარმომავლობის მიგრანტებიდან ევროპაში, არამედ ის, რაზეც მე ვფიქრობ, რომ ღიად და საჯაროდ არ არის საუბარი და რაც უკავშირდება ხარისხს თანამშრომლობის ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს და ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. იმიტომ რომ იმ დღიდან, რაც ჩვენ დავიწყეთ უვიზო მიმოსვლისთვის, ასე ვთქვათ, მომზადება და შესაბამისი მოლაპარაკებები, შესაბამისი მუშაობა, მთავარი წამყვანი საკითხი ყოველთვის იყო სწორედ სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ფორმატები და რამდენად სანდო იყო ევროპელებისთვის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები. მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც ჩანს დღევანდელი, ასე ვთქვათ, დღევანდელ პირობებში საქართველო აღარ არის ისეთი სანდო პარტნიორი კრიმინალთა ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, როგორც ჩვენ, ასე ვთქვათ, გვექნებოდა სურვილი რომ ყოფილიყო და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გერმანიის მთავრობა აფიქსირებს ესეთ თავშეკავებულ პოზიციას. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე მარტში ვიყავი ბრიუსელში და მარტში, როდესაც დავბრუნდი ბრიუსელიდან, ჩემთვის ნათელი იყო, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე არ არსებობდა ევროპაში და მაშინვე ნათელი იყო, რომ გერმანია და საფრანგეთი ამ საკითხზე ძალიან თავშეკავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ. ჩვენთვის სიმართლე რო გითხრათ, გასაოცარია, რატო ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ეხლა დღეს ყველა იმ ღონისძიებებს დიპლომატიურ დონეზე, რომლის განხორციელებაც მათ უნდა დაეწყოთ ძალიან დიდი ხნის წინ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური მხარდაჭერაც მოეპოვებინათ და ასე ვთქვათ, გაენეიტრალებინათ ის კრიტიკა, ის კრიტიკული, ასე ვთქვათ, შენიშვნები, რაც შეიძლებოდა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ქონოდათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ საკითხი არ შეეხება მხოლოდ კრიმინალის დონეს. ზოგადად სამწუხაროდ, აი თქვენ თუ გადახედავთ ევროპულ პრესას გასული 4 წლის მანძილზე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ფაქტიურად საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელშიც რაღაცა პროგრესული ხდება და რაღაც, ასე ვთქვათ, კარგი ხდება, ფაქტიურად არც ერთი სტატია არ დაწერილა. და ევროპელებს არ აქვთ პრობლემა იმისი, რომ მათი პარტნიორი ქვეყნებიდან ევროპაში შევიდეს მოქალაქეები, თუნდაც დღეს, აი ამ მიგრაციის კრიზისის ფონზეც კი ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს რაოდენობა ლეგალური კვალიფიციური მიგრანტების, რომლებიც შევლენ ევროპაში, იმიტომ რომ ევროპას ესაჭიროება მუშახელი, კვალიფიციური მუშახელი და სწორედ მათი ეს ლურჯი ბარათის სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს ლეგალურად იმუშაონ ევროპაში, ევროპამ დღესაც კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაუხსნას ეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანებს არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფრით ამით ვისარგებლოთ, საჭირო არის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ როგორც სტაბილური სახელმწიფო, რომელიც ევროპაში ასე ვთქვათ, შეიტანს ახალ ნიჭს, ახალ შესაძლებლობებს, მუშახელს და არა, ასე ვთქვათ, კრიმინალს. და მე ძალიან ვწუხარ, რომ ამის აღნიშვნა მიწევს კიდევ ერთხელ, მაგრამ ეს უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ჩვენ დღეს დღევანდელ ხელისუფლებაში უმაღლესი ეშელონის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებიც ღიად იცავდნენ და დღესაც იცავენ კრიმინალური კავშირების მქონე ადამიანების ინტერესებს და რა თქმა უნდა, რომ ესეთი სახელმწიფოს მიმართ ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. გასაგებია. ბატონო მამუკა, ხელისუფლება ჩვენ ვისაუბრეთ აქ ბევრი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. თუმცა მე მომისმენია მათ შორის ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან, რომ კი ჩვენთან ეს წინააღმდეგობა არსებობს, ევროპაში დიდად არ უყვართ გაფართოება, მაგრამ თუ თქვენი ხელისუფლება ჩვენ მოგცემს საბაბს რომ არ გითხრათ, ასე თუ არს ყოველთვის მიიღებთ. ასეთი საბაბის მიზეზები დღეს თქვენ როგორ ფიქრობთ რა არის? ეს არის ცალკეული ფაქტები თუ თვითონ ერთობლიობა? როგორც პოლიტპატრონების არსებობა, რუსთავის საქმე, საკონსტიტუციო სამართლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც უკანასკნელი კორცხელის ინციდენტი, რაც ნათელი მაგალითი იყო პოლიტიკოსების რაღაც ძალადობის ჩართვის საარჩევნო კამპანიაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს შიდა პოლიტიკური, თქვა არასტაბილურობა აი ამ პროცესში? თქვენი ნებართვით გაგახსენებთ 2008 წელს, როცა დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო მაპის მონიჭებასთან დაკავშირებით ბუქარესტის ნატო სამიტზე, როცა გერმანია და რამდენიმე მის ირგვლივ ევროპული ქვეყანა იყო წინააღმდეგი,
რომ იმ სამიტზე მოეცათ ეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. დაახლოებით იგივე ქვეყნები იყო მათ შორის მაშინ სკეპტიკოსები. და მაშინ ერთ-ერთი მთავარი რაც ჰქონდა მერკელს განსაკუთრებით რომელიც ლიდერად მოიაზრებოდა ამ სკეპტიკური გუნდისა იყო ის რომ 7 ნოემბერს მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, აქედან გამომდინარე ეს არის მყიფე ჯერ კიდევ დემოკრატია და ჯერ არ მომწიფებულა იმდენად რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას. ეხლა დაახლოებით იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოშიც. მე ახლა ზუსტად ვერ გეტყვით რას იფიქრებს მერკელი თუ შტაინმაიერი, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე კარგად იცით განსაკუთრებით რუსეთის თემაზე სხვადასხვანაირად ფიქრობენ. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო გარემო გაუმარესდება, იქნება მედიის თავისუფლების შეზღუდვა თუ სხვა რამე. მაგრამ თავარი რაც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ არანაირი მიზეზი დამატებით გარდა იმისა, რაც აქ აღინიშნა, პირველი ეს არის რა თქმა უნდა დიდი ევროპული კრიზისი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რაოდენობის ლტოლვილი და მიგრანტი არ ყოფილა ევროპაში, ეს არის გადაღლა ერთგვარი გაფართოებით, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია ევროკავშირს, ეს არის რა თქმა უნდა ის სკეპტიკური განწყობა, რაც მატულობს ევროკავშირის მიმართ, ყოველთვე რო იზომება ბარომეტრით, უფრო და უფრო მეტი სხვადასხვა ქვეყანაში სკეპტიკურად უყურებს, რომ არ გვინდა ეს ევროკავშირი. ამის ყველაზე კარგი ნათელი მანიფესტაცია რა არის? ის რეფერენდუმი, რომელიც დიდ ბრიტანეთში შედგება, ხო? ანუ, ბევრი ამას ამბობს პირდაპირ. დღეს მე შევხვდი ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოგერინის მრჩეველს, რომელიც ჩამოსულია თბილისში და მან ერთ-ერთ მთავარ საკითხად ეს არ იყო მხოლოდ პირადი საუბარი, კონფერენციაზეც ისაუბრა, დაასახელა ის, რომ არის დიდი ბევრი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის მოიაზრება გერმანია და საფრანგეთი, რომელიც ყოველთვის ატარებს ეგრეთ წოდებულ რუსეთი პირველ რიგში პოლიტიკას, ანუ რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს და ხოლო შემდეგ სხვაებს უკრაინა იქნება საქართველოს თუ დაანჩენი სხვა, როცა ამის ბრალია გადაწყვეტილების მიუღებლობა, ამ შემთხვევაში საქართველოს, უკრაინა, სანქციები უკრაინასთან და ამ შემდეგ. ან სხვა საკითხები. და მისი აზრით ეს სწორედ სხვა საკითხებია და ამ სხვა საკითხებში ის არის, რაზეც აქ ვისაუბრეთ. ანუ ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიურიც და პოლიტიკური მზადყოფნის არ ქონა ამ დიდ ქვეყნებში. ეხლა კრიმინალი, რაზეც ვისაუბრეთ, არ ვისაუბრეთ, მაგრამ ვიცი, რომ ასევე გერმანია აყენებს ბოლო საკითხს ამ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის თითქოსდას და საქართველოსთან. ეს ორივე რა თქმა უნდა საბაბია მხოლოდ და არ არის რეალური მათი შეშფოთება. თუმცა ესეც თამაშობს როლს. გასაგებ ხალხო საუბრობდა შემოგვიყვება. მე მინდოდა მეთქვა, რომ აი ეს პოლიტიკა სწორედ რომ რუსეთი, ჯერ რუსეთი და შემდეგ სხვა რეგიონი, ეს პოლიტიკა შეიძლება არსებობდა ევროკავშირში 2008 წლამდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 2008 წლის შემდგომ, როდესაც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, ეს იყო სერიოზული გარღვევა, რომ სწორედ რუსეთი პირველი პოლიტიკა, ასე ვთქვათ, აღარ იყო უკვე ევროკავშირის საერთო მიდგომა ამ რეგიონის მიმართ. აქ აღინიშნა, სწორედ იყო შენიშვნა გაკეთებული, რომ რატო არ ლობირებს აქტიურად საქართველოს, მაგალითად შვედეთი და პოლონეთი, რომელიც არის დამფუძნებელი, შეიძლება ითქვას, აი ამ აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატივის ავტორი. მე შეგახსენებთ რატო? იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ, შეგიძლიათ ამოიღოთ განცხადებები, რომელიც გააკეთა როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ასევე მისგან მართულმა პოლიტიკური გუნდის სხვადასხვა წარმომადგენლებმა, რომლებმაც სხვადასხვა დროს ეს ხალხი, იგივე კარლ ბილტი, რომელიც ავტორია საერთოდ ამ პოლიტიკის, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მთელი რიგი ჩვენი მეგობრები, მათ შორის პოლონელები, გამოაცხადეს ქართველი ხალხის მტრად, იმიტომ რომ არ ეთანხმებოდნენ მათ შეფასებებს საქართველოში მიმდინარე, ესე იგი, პოლიტიკის, გამოაცხადეს მეკრთამეებად და ასე შემდეგ. გასული 4 წლის მანძილზე საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არანაირი პოლიტიკური კაპიტალი
დეტალი არ დახარჯა იმაზე, რომ ის პოლიტიკური კავშირები, რაც იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ლობირება მომხდარიყო ევროპაში, შექმნილიყო და რაც იყო, ისიც კი დაკარგა აი ამ ასე ვთქვათ შეურაცხყოფელი, გაუაზრებელი და სრულიად სკანდალური განცხადებებით, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ ჩვენი მეგობრების შესახებ და ამ ყველაფრის შედეგებს დღეს ჩვენ ვიმგებთ. გასაგებია ბატონო ივანე, არჩევნები არის ოქტომბერში ჩვენთან, რაც მნიშვნელოვანი წყალგამყოფი იქნება ბევრი მიმართულებით. რამდენად არის შიში თავისთავად ის, რომ არჩევნებამდე ვიზა ლიბერალიზაციის მიცემა ქვეყნისთვის ერთი მხრივ შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო კამპანიაში ჩართვადაც იდიბი გზით და მეორე ხომ არ არის მოლოდინი, რომ მოდი დავალოდოთ მაინც არჩევნების შედეგებს და არჩევნების შემდგომ გადავწყვიტოთ ეს საკითხი. ევროკავშირის. კი, ევროკავშირის. მე ვფიქრობ, აქ ორი რაღაცა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ერთი ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და მეორე ეს არის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი. თუ ავიღებთ ტექნიკური კუთხით ვიზის ლიბერალიზაციას და ავიღებთ მაგალითად ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას და განსაკუთრებით მეორე გვერდს, სადაც იქ ჩაწერილი არის ზუსტად მეთოდოლოგია, რის საფუძველზეც მოხდება შეფასება ქვეყნისა, საერთოდ არ არის ნახსენები დაუშვათ არჩევნებთან რაიმე ბმა ამასთან დაკავშირებით. ვიზის ლიბერალიზაციის მოცემა არ მოცემის და მიუხედავად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს, ამას კითხვის ნიშანი არ უნდა გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, ის რომ დაუშვათ ვიზის ლიბერალიზაციას მოგცემენ და მე შეგვიძლია ცუდად ჩავატაროთ არჩევნები, ეს საკითხი არ უნდა დადგეს, იმიტომ რომ არჩევნების კარგად ჩატარება ისედაც ჩვენთვისაც ქვეყნის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ასევე გაწერილია და ამას ითხოვს ასევე ევროკავშირი. ანუ ესე დაყენება საკითხის რომ მოდი ვიზა ლიბერალიზაცია მივიღოთ და მე არჩევნებს როგორც გვინდა ისე ჩავატარებთ, ეს რა თქმა უნდა არასწორია ეს დაყენება თემის ჩემი აზრით. რაც შეეხება იმას თუ დაუშვათ ჩარევას, მე ვფიქრობ თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაფერი შესრულებულია ტექნიკურ დონეზე. ის არგუმენტები, რა არგუმენტებიც ეხლა თქვენ აქ მოიყვანეთ და რაც გვესმის, არის ძალიან სუსტი არგუმენტი, იმიტომ რომ პირველ რიგში კრიმინალს, რა თქმა უნდა, რაზეც იყო საუბარი, ძალიან სუსტია ეს არგუმენტი, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ, დაუშვათ რამოდენიმე თვის წინ, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მისცა კოლუმბიას და მე ვფიქრობ, კოლუმბიიდან კრიმინალი და საქართველოს კრიმინალის ეს შედარებაც კი არ შეიძლება ამის გათვალისწინებით. ანუ არგუმენტები არის სუსტი. თუ შესრულდა ის ტექნიკური მოთხოვნები, რაც იყო ჩადებული ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში და თუ დავეყრდნობით იმ მეთოდოლოგიას, რაც არის ჩადებული ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში, მე ვფიქრობ წესით და რიგით ამას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. თუ საქართველოს ექნება პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით, მედიის პრობლემა, პატრონების პრობლემა, აქ რჩება უკვე ასოცირების ხელშეკრულება, რჩება დანარჩენი კიდევ სხვა საშუალებები, ის საშუალებითაც აბსოლუტურად სრულიად თავისუფლად შეუძლია ევროკავშირმა საქართველოს რაღაცა ბერკეტები გამოიყენოს, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ხო, მე უბრალოდ მინდა ერთი რამ დავამატო, რაც ითქვა, სწორია, რომ რა თქმა უნდა ვიზა ლიბერალიზაცია არ არის ერთადერთი ბერკეტი ევროკავშირის ურთიერთობებში ჩვენს ქვეყანასთან, მაგრამ და სწორია ისიც, რომ შეიძლება ტექნიკურ დოკუმენტში, რომელიც არსებობს, ჩამონათვალში არ შედის არჩევნების დემოკრატიული ჩატარება, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობებს აქვს ერთი ტექნიკური მხარე და მეორე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც შეიძლება არსად არ არის არც აღწერილი, არც ჩამოწერილი, მაგრამ ეს არსებობს ბუნებაში და არსებობს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ დემოკრატიული სტანდარტებით, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ არჩევნების ჩატარებას, არამედ იმ არჩევნებამდე მისვლასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, თუ როგორ მოიაზრება გადაწყვეტილების მიღების პროცესი და საერთოდ დიპლომატიაში და მით უმეტეს ბრიუსელში და ევროკავშირში, რომელიც არის ძალიან რთული მექანიზმი, ასე ვთქვათ, ძალიან რთული მოწყობილობა, ეს არის როგორც ორღანზე დაკვრა, რო არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ფორტეპიანოზე დაახლოებით ესეთი სირთულის ორგანიზაცია. იქ ძალიან ბევრი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფაქტორებია, რომელიც ხშირად შეიძლება არც გაჟღერდეს, მაგრამ იგულისხმება. თუმცა ჩვენ დღეს უკვე გაჟღერებულათაც გვესმის, ხო, იგივე ევროპარლამენტში, რომ ძალიან კონკრეტულად აყენებენ საკითხებს, რომელსაც ყოველ შემთხვევაში ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი მოთამაშეები აპირებენ, რომ გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. და მე ერთი რამეც მინდა უბრალოდ აქვე დავამატო, რომ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ დღეს საკითხი განიხილება არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ უკრაინისაც და თურქეთისაც და ესეც იყო ძალიან სერიოზული დიპლომატიური ჩავარდნა დღევანდელი ხელისუფლების. ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ იქ სადაც ჩვენთვის მომგებიანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიებას უკრაინის საკითხს, ხო, როდესაც საუბარი არის უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან, სანქციებზე და ასე შემდეგ. იქ საქართველოს დიპლომატია არის სრულიად უმოქმედო და რატომღაც მიაჩნიათ, რომ უკრაინა და საქართველო გამიჯნული უნდა იყოს, სადაც საკითხი ეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და აქ, სადაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დაშვება, რომ უკრაინა და საქართველო ერთ კონტექსტში განხილულიყო. რატო? იმიტომ რომ თუ ავიღებ სტატისტიკას, უკრაინაში 2014 წლიდან ლტოლვილების მოთხოვნა გაიზარდა თვეში 100 აპლიკაციიდან 2000-მდე. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემასთან აქვს ევროპას საქმე, როდესაც საკითხი შეეხება უკრაინას და თურქეთის შემთხვევაში ეს საერთოდ არის უზარმაზარი გლობალური შეთანხმების ნაწილი, თურქეთის უვიზო მიმოსვლა, რომელიც როდის გადაწყდება ვინ იცის, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა. და ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ და ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ საქართველოს საკითხი რამენაირად დაუკავშირდეს უკრაინის საკითხს და ეს, რომ ვერ მოხერხთ ამისთვის ხელის შეშლა, ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, რომლის შედეგსაც ასევე დღეს ვიმკითხავთ. გასაგებია და მე მინდა დასასრულისკენ წავიდეთ, ბატონო მამუკა, თქვენთან მექნება ბოლო კითხვა, რაც შეეხება ამ სხვაობას ოფიციალურ ბრიუსელის პოზიციებსა და წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით გერმანიის და საფრანგეთის შემთხვევაში დამოკიდებულებებს შორის. ფაქტია, რომ ბრიუსელმა ამ თემაზე იმუშავა, მნიშვნელოვანი შრომა გაწიეს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უზომიმოსვლა ჰქონდეს, თუმცა ეს წინააღმდეგობა ჩანს დღესაც, როდესაც ბრიუსელიდან გვესმის სხვა ტიპის განცხადებები და გერმანიის მთავრობა აკეთებს სულ სხვა ტიპის განცხადებებს. რასაც ჩვენებს თავისთავად ეს სიჟეტი, მაგრამ ადვარდ შესამჩნევი წინააღმდეგობა. სტატისტიკაზე რო ვისაუბროთ, მოსახლეობამ მოიცოდეს, ეს არის რა თქმა უნდა პურით მოთხრეული არგუმენტი. საერთო უცხოელთა კრიმინალიდან 0.9%-ია მხოლოდ საქართველოს ანგარიშზე. ესეც ცუდია, რა თქმა უნდა, საერთოდ 0 უნდა იყოს, მაგრამ ეს არის მიზერი. ამიტომ არ არის ეს არგუმენტირებული საბაბი გერმანიის მხრიდან. გერმანიას აქვს სხვა პრობლემები, შიდა პრობლემებიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ქვეყნებში სკეპტიკოსებში გვიჭერს მხარს. არ გვიჭერს მხარს მხოლოდ ეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, სადაც ეს კრიმინალი ხდება. ერთიც არის, რომ ჩვენ ვაგიჟებთ ხშირად მათ. ხა გავიგე ძალიან ანეკდოტური შემთხვევები. ჩემ დროს საფრანგეთში რო ვიყავი ელჩად, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ჩაბარება, ეგრეთ წოდებული ჰომოსექსუალიზმის ნიშნით. ქართველი ბაშკაცების და კაცების არ თაკილობდნენ, ამას ოღონდ მიიღოთ ეს საბუთები. დღეს თურმე ბოლო მოდა არის გერმანიაში განსაკუთრებით ჩადიან და ამბობენ, რომ ჩვენ დისკრიმინაციას განვიცდით, იმიტომ რომ ვართ ეთნიკური უმცირესობა. ვინ? სვანები. ანუ ვითომ სვანები ჩაკრებიან საქართველოში და ამითი არის მიცემა ამ საბუთების. სანამ გაერკვნენ ეს გერმანელები რა არის საერთოდ სვანი და პარტნიორია თქო და ჩაგული თუ ასე შემდეგ, ამას დრო უნდა. ხო და ამიტომ ჩვენი რა თქმა უნდა კრიმინალების და ეს რა ქვია თავშესაფრის მომთხოვნები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმათაც აყენებენ. ამას ემატება ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლებში არ ჩაუტარებია სერიოზული თანმიმდევრული და წყობრი საინფორმაციო კამპანია, სადაც იბეჭდება 3 თუ 4 სტატია, რომელიც ბოლო დღეებში გაშდა მაგალითად გერმანიის პრესაში. ამას შენ უნდა დაუპირისპირო ასევე დადებითი ახსნით, ხელისუფლების წევრებით, მინისტრებით, ელჩებით თუ სხვა დონეზე იმისათვის, რომ ეს განეიტრალდეს. ეხლა მარტო უარყოფითი რო ჩდება, ხო, პრესაში და მედიაში, რა თქმა უნდა, ეხლა საზოგადოებრივ აზრი შეიძლება შეიქმნას ისეთი, რომ მინისტრაც მერე განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც მეტი არაფერი ეხება, გარდა იმისა, რომ კრიმინალი არ გაიზარდოს, წამოაყენებს, ხო, ამას. ამას ემატება ტროლინგიც, იქნება ეს რუსული დაფინანსებული კრემლის თუ უბრალოდ ადგილობრივის, ამას მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია გვაქვს ჩასატარებელი დიპლომატიურ აქტიურობასთან ერთად და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მისაღწევად ამ უვიზო მიმოსვლის. იმიტომ რომ ვიცით, რომ არსებობს ეს შეზღუდვის მექანიზმი, რომლის
ფარგლებშიც ნებისმიერ წუთში სიტყვაზე მომავალ წელს შეიძლება შეგვიჩერონეს. ამიტომ კრიმინალებმაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ძალიან უტეხავენ სახელს. მეორე იმ ხალხმა, რომელმაც ვითომ სვანობის თუ ჰომოსექსუალიზმის ვითომ და საბაბით იქ თავშესაფრის მოპოვება უნდა და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც და ხელისუფლებამაც. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით სტუმრად. იმედია რომ ამ პრობლემაზე ეს თქვა ახალი გადაცემის გაკეთება არ მოგვიწევს და მოგვარდება, მაგრამ რაღაც დიდი იმედი ამის არ მაქვს, ამიტომ მე ერთად აღნიშნოთ შეგვიძლია. ამით თეორემას მეორე ნაწილი დასრულებულია. ჩვენ შემდეგ ბლოკში უკვე ვისაუბრებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. დარჩით ჩვენთან აუცილებლად.